საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა მცირე რიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც გადასახადის გადახდა კრიპტოვალუტის კონვერტაციისა და ღია ბანკინგის საშუალებით დანერგა. მეთოდი ინოვაციურია და სახელმწიფოს ფინანსურ სერვისში ახალ სტანდარტს ქმნის. სიახლის დანერგვა შემოსავლების სამსახურის და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგია. გადახდის ინოვაციური მეთოდები ახალი შესაძლებლობა ფინანსურ სექტორსა და სახელმწიფო სერვისში. საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ფინანსური მომსახურების განვითარების ახალ ეტაპზე და მოწინავე პოზიციაზეა. საქართველოს მოქალაქეებს უკვე მარტივად და უსაფრთხოდ შეუძლიათ შეასრულონ ისეთი საბანკო ოპერაციები, როგორიცაა კრიპტოვალუტის კონვერტაციით სახელმწიფო გადასახადების გადახდა და ღია ბანკინგით სარგებლობა. ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა მეტწილად განისაზღვრება ბიზნესის ინოვაციურობით და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. დროული გადახდის უზრუნველსაყოფად გადამხდელებისათვის გადახდის მოქნილი მარტივი და მრავალმხრივი არქივის შეთავაზებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გადახდის აღნიშნული შესაძლებლობის შეთავაზება ერთი მხრივ ზრდის ბაზარზე კონკურენციას, ხოლო მეორე მხრივ სამსახურს და ზოგადად ქვეყანას წარმოაჩენს ინოვაციურად როგორც ბიზნესის, ასევე გადამხდელების თვალში. ციფრული არხების განვითარების და ინოვაციური მეთოდების კუთხით საქართველოს ისეთ ქვეყნებს შორისაა, როგორიცაა შვეიცარია და ამერიკა. გადახდის ახალი მეთოდები საქართველოს საერთაშორისო მეწარმეებისა და კრიპტოინოვატორების დაინტერესებაში ეხმარება. საქართველოს იკავებს მოწინავე პოზიციას ციფრული არხების დიჯიტალიზაციის კუთხით, ამას ხელს უწყობს არა მხოლოდ კომერციული ორგანიზაციები, არამედ სახელმწიფო სერვისები, რომლის გაციფრულება ხდება. ამ გადახდების დანერგვით აძლიერებს საქართველოს როგორც ფინტექ და ბლოკჩეინ მეგობრული ჰაბის პოზიციას, რაც აუცილებლად მოიზიდავს საერთაშორისო კომპანიებს, მეწარმეებს, სტარტაპებს, კრიპტო ინოვატორებს ამ ჩვენ ქვეყანაში. თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ბიზნეს ინოვაციებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. შესაბამისად, საგადასახადო სისტემის მოქნილობა და სიახლეების დანერგვა ფინანსური სექტორის გაძლიერებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. 2023 წლიდან ასევე საშუალება მიეცათ არასაბანკო ინსტიტუტებსაც ჩართულიყვნენ ღია ბანკინგში, გამოეყენებინათ ბანკების მიერ გამოდგმული API-ები სრულიად უფასოდ, რაც საშუალებას აძლევს მათ საბანკო სერვისები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებელს თავის არხებში. ისე რომ გამოიყენოს მომხმარებლის ის სანდოობა, რაც აქვს არსებულ არხებში და ეს დამატებით რისკებს არ ცდის. ციფრული არხების დანერგვა არა მხოლოდ კომერციული სექტორიდან არის მნიშვნელოვანი, არამედ მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან და ციფრული არხებით ამა თუ იმ ინფორმაციის გაზიარება ან საგადახდო სისტემების დანერგვა პირდაპირ პროპორციულად არათუ ხელს უწყობს, არამედ ახალისებს კიდევაც ამ მიმართულებას. სახელმწიფო სერვისებსა და ფინანსურ სექტორში ციფრული ტრანზაქციების მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ვარაუდობენ, რომ საქართველოს ფინანსური ინოვაციების კუთხით მსოფლიოს ქვეყნებს შორის ლიდერ პოზიციას შეინარჩუნებს.